ასე საშიში ვარ. თქვენ გირეკავ. ხო. მოგესალმებით ბატონო, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი და პირველ რიგში კითხავთ გუშინდელ თქვენ განცხადებასთან დაკავშირებით. რომ ვისაუბროთ ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობით გარკვეულწილად და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ რო გავმარტოთ ამჯერად. კი ბატონო, მაშინ როდესაც მე შემომთავაზეს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, კომიტეტის თავმჯდომარემ საგარეშუმალ შემომთავაზა, მაშინვე დამებადა ეს შეკითხვა, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე უკვე მუშაობდა მაშინ გარემოს დაცვის სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ. ჰქონდა ჩვენ კონსულტაცია საპროცედურო კომიტეტთან, იურისტებთან. ყველამ აღნიშნა, რომ არანაირ შეუთავსებლობას ადგილი არ ექნებოდა და ინტერესთა კონფლიქტს მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კი საზოგადოებაში გაჩნდა რაღაცა ეჭვები. გაჩნდა კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით, ახლა არ ამგონია, რომ ეს ის თემა არის, რომელზეც საჭიროა ახლა ამდენი მსჯელობა და ფიქრი ჩვენ იმისთვის არ მოსულოთ ახლა ხელისუფლებაში, რომ რაღაც თანამდებობაც ხმამაღლა არის, რა თქმა უნდა, ახლა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ძირითადად ერთადერთი ფუნქცია აქვს იმ შემთხვევაში, თუ არ ესწრება სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის პირველ მოადგილე, მაშინ შეიძლება სხდომა წაიყვანოს თავმჯდომარის მოადგილემ, სხვა რეალური უფლებამოსილებები მას არ გააჩნია. მაგრამ კი გაჩნდა საზოგადოებაში ეს კითხვები, ვიფიქრეთ, რომ ჯობია ძალიან მარტივად მოხსნათ ეს კითხვის ნიშნები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. კიდევ ამბობ, მე საერთოდ ჩემ განცხადებაშიც აღნიშნე, არ მაქვს მე შოც მიმავალი პოლიტიკური გეგმები. მე კონკრეტულ ვითარებაში ჩავერთვე ამ პოლიტიკურ პროცესებში ცნობილი ამბების შემდეგ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძირითადად მამოძრავებდა ორი მიზანი. როდესაც ჩავერთვე პოლიტიკურ პროცესებში, ერთი რომ ქვეყანა განთავისუფლებული იყო იმ ძალადობრივი რეჟიმისგან, რომელიც მართავდა მას 9 წლის განმავლობაში და ეს მიზანი მიღწეულია და მეორე არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ჩემი ძმის საქმის გამოძიების დასრულება. ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ინტენსიურად მიმდინარეობს და ახლოს თვეებში დასრულდება. სამწუხაროდ ამ თემაზე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს ზედმეტი აჟიოტაჟი ამ საქმის გარშემო ნამდვილად არ უწყობს ხელს გამოძიების პროცესს. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიების პროცესი არის ძალიან კომპეტენტური ხალხის ხელში, მე ინტენსიური კონტაქტი მაქვს მათთან, ერთ და იგივეს ვიმეორებ, უკვე მრავალჯერ მაქვს გამეორებული, მობეზრდა კიდევაც საზოგადოებას ესეთი და იგივე ლაპარაკი. ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. უახლოეს კი, ეს საქმე არ გაგრძელდება, ერთი წელიც არ გაგრძელდება, ეს წლები არ გაგრძელდება, ეს გაიხსნება რამდენიმე თვეში. დიახ. დიახ. კიდევ გავიმეორებ, ვისაუბრე ამის შესახებ, განცხადება.
მე მივიღეთ, ეს ბუნებრივია, ვისაუბრეთ შემოუღლესთან ერთად, ვისაუბრეთ ამ თემაზე. კიდევ შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც მე ამ თანამდებობაზე ვინიშნებოდი, მე თვითონ გამიჩნდა ეს შეკითხვა, ხო არ გამოიწვევს ეს ინტერესთა კონფლიქტი. მაგრამ როგორც აგვიხსნეს იურისტებმა და პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა არანაირი ინტერესთა კონფლიქტი და კანონმდებლობით არანაირი პრობლემა არ არსებობდა და მთელი წელი ერთი წლის განმავლობაში ეს პრობლემა არ ყოფილა. მაგრამ დღეს გადაწყვიტეს როგორც ჩანს დაინტერესებულმა პირებმა ამ თემის წამოწევა უსაფუძვლო აჟიოტაჟის ატეხვა და არ ღირს ახლა ბუნებრივია ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობის მოადგილეობა იმათ რომ იყოს ამის გარშემო ლაპარაკი, რაც აჟიოტაჟი, ნეპოტიზმზე საუბარი და რაღაც უაზრო საუბრები. ამიტომ მივიღეთ ძალიან მარტივი გადაწყვეტილება. ბატონო? ვიცი ახლა ადამიანებს ეს შეკითხვა რა კი გაუჩნდა და დაიწყო საუბარი, ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში, რომელიც ცდილობს ეგეთი თემები წამოწიოს, მუდმივად საზოგადოება რაღაც იმაში ამყოფოს სტრესში, შეაშინონ რაღაცა ხელისუფლებაში უკანონობა ხდება, უსამართლობა ხდება და ასე დაზაფნონ საზოგადოება ნებისმიერ თემას. ეს ახლა არ არის სერიოზული საკითხი. წვდილმანი საკითხი, მაგრამ ეგეთ წვდილმანებისგან შედგება საბოლოოდ ჩვენი ცხოვრება და ზედმეტი სალაპარაკო არ უნდა მივიცეთ არ არის. ბატონო? უკეთესია რომ ბიუჯეტი იყოს 5-ჯერ მეტი, ან 10-ჯერ მეტი, მაგრამ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, იმ რეალობიდან, იმ ეკონომიური მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა და ბუნებრივია ახლა ეს მე მაგალითად ვიღავ გარემოს დაცვის კომიტეტს წარმოვადგენდი, ჩვენ უფრო მეტი თანხები მოვითხოვეთ იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც არის თქვა გარემოს დაცვის სფეროში. მაგრამ არ არის ამის საშუალება. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალე უნდა გაუსწოროთ. ყველას გვინდა ვიცხოვროთ ბევრად კარგ ქვეყანაში, გვინდა რომ პრობლემები არ არსებობდეს, მას სამწუხაროდ რეალობას ვანაირია. ეს ბიუჯეტი მორგებულია იმ რეალობას, რომელიც არსებობს ქვეყანაში. თვითმმართველობასთან დაკავშირებითაც კითხავთ, გუშინ პარლამენტში ინციდენტი მოხდა გიორგი ბარამიძესა და სოსილ ჯაჭვიანის შორის. როგორც უმრავლესობის წევრს უშუალოდ აი ამ კანონპროექტზე რო გითხრათ და ეს ინციდენტიც რომ შეაფასოთ. სიმართლე გითხრათ, საბოლოო ვარიანტი ახლა რომელიც შემოვიდა პარლამენტში მე ჯერ გაცნობილი არ ვარ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო დაახლოებით რაც მოკლე პერიოდი მოწყვეტილი ვიყავი საპარლამენტო ცხოვრებას. თავისთავად ის ვარიანტი რომელიც იყო შემოთავაზებული რეგიონალური სტრუქტურების შემოღებასთან დაკავშირებით იმაჩნია იყო სრულად გაუმართლებელი. იმიტომ რომ ჩვენ არ ცხოვრობთ შუაგულ ევროპაში, ჩვენ არ გვაქვს მეზობლები დალაგებული ქვეყნები, რომლებსაც არ ამოძრავებთ არანაირი ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ტერიტორიების მიმართ, არ ცდილობენ გავლენების მოპოვებას, უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ქვეყანა გაძეძგილი არის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლებით და ასე ვთქვათ დაინტერესებული პირებით. ამიტომ ნებისმიერი კანონი, მით უმეტეს ასეთი მნიშვნელობის კანონი უნდა იყოს მოდგებული იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. კიდევ გამეორებინებ, შეიძლება ეს კანონი იყოს გადასარევი ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვართ შუაგულ ევროპაში, ჩვენ სხვა გარემოში ვცხოვრობთ. ეს რეალობა უნდა იყოს გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოში რეგიონალური სტრუქტურების შექმნაზე ლაპარაკი არის უსაფუძვლო. ინციდენტს რაც შეეხება ბუნებრივია ახლა პარლამენტარებს მეტი თავშეკავება მოეთხოვება, ახლა სოსო ჩემი მეგობარი არის. მაგრამ ისიც არის რეალობა, რომ
ზეგანაც საუბრობდი, ნაციონალები მუდმივად ცდილობენ, მათ შორის ჩვენ გაღიზიანება, საზოგადოების გაღიზიანება მიკვეთ, საერთოდ რატო ცდილობენ ეს ადამიანები თავის მიმართ ზიზღის გამოწვევას. მიზან მიმართულად იწვევენ ხალხში თავის მიმართ ზიზღს. და ახლა ბაღამიძის ქმედება, როდესაც სოსო ლაპარაკობდა ტრაგედიაზე, დამტკივნეულ საკითხზე, ხო? შეიძლება შენ კონდეს განსხვავებული აზრი და მოისმენ ოპონენტისას, მე გამოხვალ შენაც დააფიქსირებ, შენ არგუმენტებზე. ეხლა მანჭვა და რაღაც შეურაცხყოფელი ჟესტების კეთება, ესე მთავრდება ხოლმე საქართველოში, ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ასე ეს პროვოკაცია მთლიანად ბარამიძეს სინდიზიარი, ეს ფაქტი მთლიანად ბარამიძის სინდიზიარი, ეს იყო მისი მხრიდან წამოწყებული პროვოკაცია. უკრაინის მომენტში შეფასება გვინდა გთხოვ, პრინციპში უკრაინამ ღიად და აშკარად დააფიქსირა, რომ მას შეექმნა პრობლემები თავის დიდ მეზობელთან და ამიტომ მოუწია უკან დახევა ამ პარაფირებასთან და ხელმოწერასთან დაკავშირებით ასოცირების ხელშეკრულების, მათ უკვე პარაფირებული აქვს, უკვე უნდა ხელი მოეწერათ. ბუნებრივია, ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის სოლიდარული. მაგრამ ხალხი მარტო ის არ არის, ვინც დგას დღეს მაიდანზე. უკრაინაში საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არის, თქვათ ევროინტეგრაციასთან და რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. და ჩვენი ინტერესი, საქართველოს ინტერესი, უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა და ყველა პროცესი და ყველა დისკუსია წარიმართოს მშვიდობიანად. და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ხალხი, იქიდან გამომდინარე ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიქონიოთ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა. იმის და მიუხედავად მოაწერს უკრაინა ასოცირების ხელშეკრულებას, თუ მოაწერს თქვათ ევროაზიური კავშირის ხელშეკრულებას, ჩვენ ეს უკრაინა ჩვენ მეზობელი და ისტორიული პარტნიორი და ჩვენ მასთან უნდა ვიქონიოთ კარგი ურთიერთობა. ისე როგორც ნებისმიერ ჩვენ მეზობელთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან ჯერ გვიჭირს ვიქონიოთ კარგი ურთიერთობები, მაგრამ რაღაც შეხების წერტილები უნდა გამოვნახოთ თურქეთთან, იგივე შუა აზიის ქვეყნებთან, რომლებთანაც ისტორიულად გვაქვს უკვე კავშირები და კონტაქტები და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ უკრაინელი ხალხის ხარდაჭერაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პირველ რიგში მხარს ვუჭერთ მშვიდობას ამ ქვეყანაში და პროცესების მშვიდობიან განვითარებას. საფრთხეები არსებობს, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში არ განვითარდება ესე დრამატულად მოვლენები ჩვენი მეზობლების მხრიდან, თქვათ, დიდი მეზობლის მხრიდან, როგორც იყო ეს უკრაინის შემთხვევაში, იმიტომ რომ უკრაინა ბევრად უფრო გადაჯაჭვული არის რუსეთთან ეკონომიურად და ბევრად დიდი რისკების შემცველი იყო უკრაინისთვის ახლა რუსეთის მხრიდან რაღაცა სანქციების დაწესება. საქართველოს ზოგიერთი მაღრგებელია რო ითვლიან ამ სიტუაციაში ვართ და რუსეთს იმდენად დავცილდით და იმდენად შემცირდა ჩვენი თქვათ ბმა ერთმანეთთან, რომ შესაბამისად ამან თავისთავად გამოიწვია ნაკლები რისკი. დიდი მადლობა.